სოციალური საწარმოს იდეის ქონა საქმიანობის დაწყების პირველი ნაბიჯია, რომელიც გარკვეული გამოწვევებით სავსეა. თუმცა ყველაზე მთავარი გამოწვევები მაშინ იჩენს თავს, როდესაც სოციალური საწარმოს განვითარება იწყება და მისი შედეგების მასშტაბირება. წიგნის მერვე თავში ახალგაზრდები და დაინტერესებული ადამიანები მიიღებენ ინფორმაციას იმ ძირითადი საკითხების შესახებ, რაც სოციალურ საწარმოს ეხმარება განვითარებაში და შედეგების მასშტაბირებაში. ამ პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა შესაბამისი გუნდის შერჩევას და ამ გუნდთან ერთად დასახული სოციალური მიზნების და სოციალური მისიის მიღწევას. წიგნის ამ თავში სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ადამიანები მიიღებენ ინფორმაციას, თუ რა არის ის დეტალური ნაბიჯები, რაც გვეხმარება გუნდის სწორად შერჩევაში და ამასთან გაიაზრებენ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ სოციალური საწარმოს გუნდი შედგებოდეს შესაბამისი უნარების მქონე ადამიანებისაგან და იყოს მრავალფეროვანი. გარდა ამისა, სოციალური საწარმოს შედეგების მასშტაბირებაში და მისი საქმიანობის გაზრდაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მიზნების გადააზრებას, მიზნების დასახვას და ამ პროცესში გუნდის თითოეული წევრის ჩართულობას. გუნდის თითოეული წევრის მხრიდან გააზრებული მიზანი და მათი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, რაც სოციალური მისიის მიღწევაში, ამ დასახული სოციალური მიზნების მიღწევაში გვეხმარება, წინაპირობაა იმისა, რომ სოციალური საწარმო იყოს მდგრადი და შეძლოს შედეგების მასშტაბირება. რაც შეეხება ოპერაციულ საქმიანობას, როგორც უკვე ვიცით, სოციალური საწარმო ქმნის პროდუქტს ან აწვდის მომსახურებას. შესაბამისად, პროცესები, რომელიც ორგანიზაციაში მიმდინარეობს, საკმაოდ მრავალფეროვანია და რიგ შემთხვევაში წინასწარ საჭიროებს გაწერას და ახალი მეთოდების, ახალი მიდგომების დანერგვას, რათა სოციალური საწარმოს საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური იყოს და პროცესებმა არ შეაფერხოს მისი განვითარება. წიგნის ამ თავში ინფორმაციას იპოვით ასევე, როგორ შეიძლება დამწყებმა სოციალურმა საწარმომ განვითარების შემდგომ ეტაპზე სწორად განსაზღვროს ოპერაციები და სწორი მიდგომებით შეძლოს შედეგებზე გასვლა. და ბოლოს, სოციალური საწარმოსათვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის მასშტაბირება და ამაში გულისხმობთ მისი მხრიდან ახალი ბაზრების ათვისებას, პროდუქტის განვითარებას, რაც საბოლოოდ სოციალურ საწარმოს ეხმარება, მიაღწიოს უფრო მაღალ ეკონომიკურ შედეგებს და გაზარდოს მისი სოციალური გავლენა.